მოგესალმებით, როგორ ხართ მეთევზეებო? მოკლედ მინდა ახალი კონტენტის YouTube არხი გავაკეთო, სადაც ძირითადად უფრო იქნება აღჭურვილობის განხილვა, ჯოხები, კოჭები, ინვენტარი ნებისმიერი სახის და ის კითხვები რო არის ხოლმე მეთევზეების გარო, ესაც შეიძინეთ, როგორ რას გვირჩევთ. მინდა რომ სრული რჩევები მოგცეთ, ასევე იქნება ხოლმე რა თქმა უნდა ტბებიდანაც, სესიებიდანაც ვიდეო კონტენტები და ეტაპობრივად ნელ-ნელა იმ საკითხებს და იმ დეტალებს გადავიღებ და ჩავწერ, რაც აქტუალურია მეთევზეთა საზოგადოებაში. ნუ რა თქმა უნდა კონკრეტულად კობრზე თევზაობას გულისხმობ და კარფიშინგის მიმართულებას გულისხმობ. დღეს კი მინდა დავიწყო ჩემი ახალი ასე ვთქვათ ნივთით, ეს არის პირველად საქართველოში Orient Road-ის ჯოხი. ეს ბრენდი შემოიტანა სათევზაო მაღაზია My Fishing Gym, რომელიც მდებარეობს მარშალ გელოვანზე, ავეჯის მოლი რო არის, იქ არის ეგ მაღაზია, მესამე სართულზე. კონკრეტულად ახლა ამ ჯოხზე გეტყვით იმას, რომ არის მაღალი ტესტის, ანუ 3-5 ოზი, ანუ 3-5 უნცია. ესეთი შეფუთვა აქვს. მოყვება კიდე რა თქმა უნდა საგარანტიო ბლანკი, დაასკანერებთ აი ამ QR კოდს და მიყვებით შემდეგ წესებს და იქ ჩამოთვლილია რა და როგორ არის, უშუალოდ თუ დაინტერესდებით მაღაზიაშიც კი პასუხებენ ამ დეტალებზე. სხვა რა შეიძლება ითქვას ამ ჯოხზე, პირველად მიკავია ხელში, მე პირადად არ მისვრია და ეხლა თქვენთან ერთად გავტესტავ. საკმაოდ კარგად და სიმპათიურად გამოიყურება. ეს კონკრეტული ჯოხი არის Bestia Ultimate, ანუ თავის სახელწოდება ესეთია, როგორც გითხარით 13 ფუტიანია, ანუ 3.96 სანტიმეტრი, მაღალი ტესტი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი სადღაც 100 გრამიდან 142 გრამამდე შეგვიძლია დავტვირთოთ ეს ჯოხი შორს როლაზე დისტანციაზე სათევზაოდ. ნახოთ, ძალიან აქებენ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნები ამ ბრენდს. და უშუალოდ ახლა გამოჩნდება საქმეში როგორია და რა შეუძლია. მოკლედ მოვმართეთ ანკესი სასროლად. ესე იგი თუ აგვიყენია კატრანის ნეონი 0.25 დიამეტრით. ტყვი აგვიყენია ჯერჯერობით 4-ოს გავტესტავთ, ანუ 113 გრამი, სატყუ არ არის 14-16 მმ-იანი, ზუსტად არ მახსოვს, წყობა ჰელიკოპტერი კლასიკურად, რა ვიცი, ზოგი უსაფრთხოკლებს ასხმარობს, ზოგი ინლაინს, ნუ ეს პირადი შეხედულება. კოჭა Shimano Power Aero-ა, მოკლედ დავამატებ იმას, რომ ეს ჯოხი არის წარმოებული უკრაინაში და არის უკრაინული, აი შეხედეთ. და დავიწყებ ახლა ამის ტესტირება 150 მეტრიდან ზევით. ნახოთ რა შეუძლია, როგორი ჯოხია. იმედია, იმედებს არ გაგვიცრუებს. სხვა რა შეიძლება ითქვას კიდევ, რომ აქვს ანტიჩამხლართი კოლიცოები, აი ესეთი K-ფორმის, შეხედეთ. ესეთი კოლიცოებია, მერე უკვე დამატებითი სხვა 5 კოლიცო არის, ეგრეთ წოდებული ერთი ფეხით, რაც ასწრაფებს ბლანკს და აბალანსებს. ესეთი კოჭის სამაგრი აქვს, აი ესეთი ფორმის არის, საკმაოდ კომფორტულია, ესეთი ალკანტარა თუ რა ქვია ამასაც არ ვიცი, ტარი აქვს, კარბონი გრავირებულია ჭადრაკისებურად. მოკლედ დავიწყოთ ახლა უშუალოდ ტესტირება. ძალიან კაი ჯოხია, მსუბუქია, სათევზაოთაც გრძნობიარე ჩანს. შევახურეთ ცოტა ჯოხი, არ შეიძლება პირველივე ეგრევე აწყობაზე დიდი ძალის დატანება ჯოხისთვის. ეხლა უშუალოდ როგორც ვთქვი 150 მეტრზე გვაქვს დაკლიფსული და მოკლედ ვნახოთ რა შეუძლია. როგორი ჯოხია და რამდენად მარტივია ამ დისტანციებზე ამ ჯოხით თევზაობა. უპრობლემოდ კლიფსაში. ეხლა გადავალთ 10 მეტრის წინ, 160 მეტრზე ვნახავთ რა შეუძლია. მოკლედ, ეხლა ვისვრით უკვე 160 მეტრზე.
ზოგადად სვისი ეს ტყვია უნდა იყოს ცოტა ქვემოთ, მაგრამ მე მოკლე სვისით ვისვრი და მე ჩავწერთ ვიდეოს სწორის შესახებ და იმასაც ვიტყვი თუ როგორ უნდა დადგეთ, როგორ უნდა ისროლოთ, ტყვია სად უნდა იდგეს და რაღაცა. ნუ მოკლედ ეს ძალიან პირადულია, ვინ როგორ ისვრის და რა ტექნიკით. ნახოთ ახლა 160 მეტრზე რა შეგვიძლია. აბა წავიდა. აი რა ვიცი, ძალიან მარტივად ხდება. ეხლა გადავინაცვლოთ 170-ზე. მოკლედ, შემდეგი ტესტი 170 მეტრი. ნახოთ, თუ 170 მეტრზეც ამ წყობით თან 4 ოზით, ანუ 113 გრამით და ამ სატყუარით მოხვდა, მე მგონი საუკეთესო ჯოხთან გვაქვს საქმე. ნუ პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა. ეგეც ძალიან ინდივიდუალურია. რა ვიცი. იდეალურად ხდება კლიფსაში. ეხლა ავხსნათ და ნახოთ, აი 180-ს თუ ესე მარტივად მოხვდა, ნუ მე უკვე ტყვიასაც აღარ შევცვლი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მძიმე ტყვით და მძიმე ეგრეთ წოდებული კრუზით უფრო შორტ დისტანციაზე გასვლა შესაძლებელი, რა თქმა უნდა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, როცა ქარია, შესაბამისად მძიმე ტყვია გვჭირდება, რომ ძუამ არ გაიკეთოს ეგრეთ წოდებული მოხრვა, ანუ დუგა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვათამაშოთ წონები ტყვის. მოკლედ ჯერ 175-ზე ვწდი ახლა და შემდეგ უკვე 180-ზე ვწდი და თუ 180-იც ესე მარტივად მოხვდა, მე უკვე უფრო შორტ დისტანციასაც შევამოწმებთ. ჩემთან ერთად ერთი კარგი სპორტსმენი დაჩიკოპაძე იმყოფება. ქასტერია ძალიან შორს ისვრის და ვნახოთ, მაინტერესებს დაჩის მაქსიმუმი ამ ჯოხთან მიმართებაში. აი, როგორ მოხდა, იცით? დაგვაყდა ცოტა. კლიფსასთან არის, მაგრამ დუგაც არის, სავარაუდოდ უკვე გვჭირდება ტყვის შეცვლა. უნდა დავამძიმოთ ცოტა, რომ შესაბამისად ნასროლი იყოს სრულყოფილი. ესე იგი, ტყვია დავამძიმეთ, დავაყენეთ 5 ოზი, მაქსიმუმი დავაყენე, 4 ნახევარი აღარ დავაყენე, რადგან დიდი სხვაობა არ არის. ნახოთ ახლა უშუალოდ 5 ოზით 175-180 მეტრზე რას ვიზავთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად იმუშავებს ამ დისტანციაზე. რა თქმა უნდა, უნაკლო იდეალური კლიფსა გვაქვს. ეხლა 180-ზე ვნახოთ. ეხლა უკვე უშუალოდ გადავდივართ 180 მეტრზე. ძალიან დიდი დისტანციაა, მოგეხსენებათ. ნახოთ ერთი რა შეუძლია ამ ჯოხს, რა შემიძლია მე. შორსრულისას ხოლმე რამდენჯერმე როცა გაისვით აუცილებლად გადაბმაში შეამოწმეთ ჯოხები, თუმცა ამ ჯოხს პრობლემაა რა, აქ არ დაძრულა. აბა ერთი ვისროლოთ თუ გავწვდებით ამ ხელა დისტანციას. კი, მოხდა კლიფსაში. ეხლა ერთი თქმით რა შეიძლება ითქვას. ნებისმიერი სროლა, ნებისმიერი ჯოხი საერთოდ დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანზე. ეს არის ინდივიდუალური ძალის, ტექნიკის პირობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ასევე ჯოხის მორგებაც, ზოგს სწრაფი წყობის ჯოხი უყვარს, ზოგს ნახევრად სწრაფი წყობის ჯოხი უყვარს, ზოგს რბილი, ზოგს ხისტი.
ეს ძალიან კიდევ ერთხელ ვიტყვი ინდივიდუალურია და პირადი შეხედულებით არის. მე მაგალითად ძალიან მომეწონა ეს ანკესი, არის ძალიან სუბუქი, მოქნილი, სათევზაოდ იდეალურია, არ დაგღლის, არ არის ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, აი ეს ხელკეტივით. იდეალური ჯოხია, ეხლა ძალიან მაღალი სიზუსტით მანძილზომითაც გავზომავ ხმელეთზეც, რომ ზუსტად იყოს 185 და 150 მეტრი და დაჩიკობაძეს ვასროლინებ და მერე მეც შევბედავ მაგ დისტანციას. მოკლედ 5 ოზი სატყუარა პოპაპი 16 მმ-იანი დაჩიკობაძე და თუ გამოიცნობთ რამდენ მეტრზე დამაკლიფსინა, დაწერეთ კომენტარებში. გიჟი ხარ, გიჟი. საბოლოო ჯამში მინდა შეჯამება გავაკეთო Orient Road-ის ბესტიას მოდელის ჯოხზე. პირადად ჩემთვის ძალიან კარგი ჯოხია. უნაკლოა თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არსებობს უნაკლო არაფერი. ერთადერთი რასაც შევცვლიდი არის, რომ ცოტა გრძელი ტარი რო ჰქონდეს, ოდნავ მემოკლება, მაგრამ ალბათ იმის ხარჯზე, რომ ტარიდან წინ უფრო გრძელია, ფიზიკის კანონებით ალბათ უფრო შორს ისვრის, არ ვიცი. მოკლედ ამ ჯოხის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია Mike Fishing GC. მარშალ გელოვანის გამზირზეა ეს მაღაზია, მესამე სართულზე ავეჯის მოლია, აქვს სხვადასხვა ბრენდები, ევროპული, მაღალი ხარისხის. ამ ჯოხის ღირებულება, როგორც ვიცი, არის 1000 ლარი, პლუს-მინუს, არ მახსოვს ზუსტად. ძალიან კარგი ჯოხია. დაჩიმ სასწაულები მოახდინა ამ ჯოხით 190, 195 და 200 მეტრიც კი 1-2 ჯერ მოხდა. 2-3 მეტრში თამაშობდა და ამასში არის კიდე ერთი დეტალი, რომ ჯოხს ნებისმიერ ჯოხს უნდა მიჩვევა, დრო ჭირდება, რომ შეეჩვიო, მოირგო, მოიხდინო შენზე, წყობა მოუხდინო, უსაფრთხო კლიპსით გაისვრი, ჰელიკოპტერით გაისვრი თუ ინლაინით. ეს ნიუანსებიც მოქმედებს, რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით, ახლა გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის, აუცილებლად იქნება საინტერესო ვიდეოები, დროებით გემშვიდობებით.